Dana White-მა Eddie Hearns დაუზადნა? მოკლედ ვინც არ იცით, Dana White და boxing promoter Eddie Hearns რამდენიმე უკვე თვეა აქვთ ბიფი. ხიპეში ესე რომ ვთქვა. ბიფი ხიპეში ქართულად ასე ვთქვი. დაპირისპირება. რომელზეც უკვე ვიდეო ჩავწერეს, საკმაოდ საინტერესო ვიდეოა და მეტი კონტექსტი რო იცოდით ამ სიტუაციაზე, გირჩევდით რეკომენდაციას გავუწევდი ამ ვიდეოს, ჩემი როა მაგიტო კი არა, კარგი ვიდეოა ამ სიტუაციაზე და მაგიტო აი ამ ვიდეოს უყურეთ, აი ქათიშეთ ვიდეო არა უშავს, ჯერ იმას უყურეთ და მე უყურეთ ამას. ან თუ ამ ვიდეოს ყურება გინდათ, ჯერ ამას უყურეთ და მე უყურეთ იმას, მაგრამ ვისაც არ იყურებიათ, ძალიან მოკლე აღწერას გავუგეთ ამ ყველაფერს. მოკლედ Eddie Hearns არის boxing promoter, მისი ერთ-ერთი promotion-ის ქვეშ არის Anthony Joshua, ძალიან ბევრი წელი უკვე კრივის ბიზნესშია და ბევრი დიდი ევენთი აქვს ჩატარებული. Dana White-ი იცით ვინ არის Dana White-ი აღარ აქვს წერ. Dana White-ი მოხსენებად შევიდა კრივის სამყაროში, Zuffa boxing-ი გააკეთა, ვიღაც მოჩხურებს გადაფორმება დაიწყო. კრივში რო შემოვიდა Dana White-ი თქვა რომ კრივში კაროჩეს პრომოუტერები არაფერს აზრი არ არიანო და მე შემოვიდო მაგათ ვაჩვენებ კლასო. Eddie Hearns მოუთხრა ბიჭო შენ კრივის რა გაგებაო და რას უსავო და არაფერს არ გადაუღონოო ბოდიში და Dana White-მა განახებო შენო განახებო Eddie Hearns-მა რას მანახებო და Dana White-მა ბრახტა Eddie Hearns თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მოჩხუბარი აახია, ანუ გადმოიბირა. კონტრაქტი გაუფორმა და Zuffa boxing-ში გადმოიყვანა. Conor Ben-ი გეცოთ თუ იცით, ესეთი მოკრივია. Anthony Joshua-ს მერე ალბათ Eddie Hearns-ის ფრთის ქვეშ ყველაზე ცნობილი და პერსპექტიული მოჩხუბარი იყო. იყო რა არის, არ მოგტალა. უმრავლეს მოჩხუბარი Dana White-მა Eddie Hearns წაართვა და Zuffa boxing-ში გაუფორმა კონტრაქტი. ანუ ასე ვთქვათ, ჩაუტარა. იმიტომ რომ ის Conor Ben-ი ძალიან ახლო ტიპი იყო Eddie Hearns-ისთვის, იმიტომ რომ ძალიან თულ პერიოდში დაეხმარა Eddie Hearns-ი და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს დეტალებში იმ ვიდეოში რომელშიც ვახსენე შევდივარ. მაგრამ ამ ყველაფერს მოვა განვითარება, მოკლედ რაც პერიოდი Eddie Hearns-ი ცოტა ჩააჯმული იყო, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა გაუჩალიჩა Dana White-მა და ეხლა რა ხდება. ერთ-ერთ რანდომ ინტერვიუში თუ სწორად მახსოვს Dana White-ისგან დაიწყოს ყველაფერი, რომ Eddie Hearns-ი ჩხუბებოდიო და მე ჩხუბებოდი კი არა, მაგას არ მო კიო ჩხუბებო კრივში ჩხუბებოდიო, სახეს ავახევდიო და ახლობით ეგრეთ თქვა Dana White-მა. ასე დაიწყო ეს ამბავი. მე Eddie Hearns-მა ამ ყველაფერს უპასუხა რაღაც რანდომ პატარა ინტერვიუში, რომ დავთხოვდებოდიო კრივის ჩხუბზე და რას ვიზავდიო. თუ არ ვწდები ესეთ რაღაცას თქვა, სულ დანოკაუტდა მე რან გავილახო. მოკლედ თამამაჯერებელი არ იყო იმ მომენტში ინტერვიუში მახსოვს, მაგრამ ანუ ჩელენჯზე გამოწვევაზე დათანხმდა. მე Dana White-ს რაღაც დროის მერე კიდე კითხეს ამ ყველაფერზე და უკვე ცოტა უკანსვლა გავიგონეთ და Eddie Ross-თან თუ გაგიგიათ ეს სტრიმერი მაგასთან იყო და მაგ ჩხუბზე რა ხდებაო და რა ჩხუბიო ეზა იმისთვის ჩხუბობ რომ ლოგინი და წამოვდგეთ ლობითო და რა მეკრივებაო და უკვე ზადნი მიცა. აი ეს რო გაიგო Eddie Hearns-მა უკვე მიაწვა რომ რას ქვია ჩხუბზე გამომიწვია და ეხა შენი თვითონ მიიხავ უკანო. მე Dana White-მა უპასუხა რომ ეს Eddie Hearns-ი რამდენს ბოდიალობს რა გვეკრივებაო. საერთოდ უპატივცემობა იქნებაო აი ჩვენი ასაკის და ესეთმა ტიპებმა რომ არც ვიმსახურებთ ქარდზე რო ვიყოთო რა კრივის ქარდზეო. Eddie Hearns-მა რა არ ვიმსახურებთო ბიჭო ჩვენ რო ქარდზე ვიყოთო იმდენ სეილს გავაკეთებთ და იმდენ ნახვა ექნებოდაო რომ რას ბოდიალობო. ანუ Dana White-ი აწუხებოდა რომ ეს მაგარი მოკრივეების ქარდზე ეხა ჩვენ რო ვიჩხუბოთო ამ ბევრმა კაცებმაო არ შეიძლებაო და ამარ არ შეიძლებაო ბიჭო შოუ ბიზნესი ეგარიო და იმდენ ნახვას ავიღებდითო რა იმან უასულხა boxing promoter-მა ტიპმა. ხო ამ ბავშვი კიდე რა არის. სამის ჩხუბის საუბარი დაიწყებოდა საერთოდ ანუ რომ შემოვიდა ამ კრივის ინდუსტრიაში Dana White-ი და Eddie Hearns და Dana White ცოტა შელაპარაკებები ჰქონდათ იქით-აქეთ ინტერვიუებისგან. Dana White-ი ერთ-ერთი UFC ივენთის მერე აი ძალიან ეს რეიშტა რა და Eddie Hearns-ი რა გეკითხებოდნენ სუ pussy და pussy ეძახა ეს სიტყვა გამოიყენა მე უბრალოდ ციტირებ. Eddie Hearns is the biggest pussy in the world და რაღაც ეგეთებს ეძახდა. მოკლედ მაგარი ჩმორი ტიპიაო და მსგავს შევარწყობებს აყენებდა თავისუფლად Dana White-ი Eddie Hearns. და ეხლა როცა ეს სიტუაცია ესე განეწყო რომ Dana White-ი უკან მიდის და ჩხუბზე აღარ თანხდება. ეხლა თვითონ Eddie-მ შეუბრუნა ეს ყველაფერი რა და რავი კლიპი შეჩავსვა თუ არ ჩავსვა. ნუ მოგიყვებით მოკლედ ის სიტყვა ჩარჩა ამ Eddie-ს რომ Dana White-მა რომ სუ pussy ეძახა და ეხლა ახლახან გამოსულ ინტერვიუში ამბობს რომ მე თუ pussy ვარო შენ ვაფშე ჩმორი გამოდიხარო რა ჩხუბზე გამომიწვიაო და ეხლა მე მოვდივარ და შენ არ მოდიხარო და ეგ რა ვარიანტიაო. ანუ Eddie ეუნება რომ შენო თავიდანვე ფეხში შეუხვედიო და თავიდან ნუ ეგრე გინდოდაო თუ რიგზე მოგივიდაო ერთაფლავაო. ნუ რეალურად კოჭებში ვეთხოვოდა ამ ყველა ამ ამბავს რომ რა თქმა უნდა ეს ორი ტიპი არ იჩხუბებდა და ბოლომდე არ მივიდოდა ეს საქმე, მაგრამ მაინც ეხლა Eddie-ს უკვე სალაპარაკო აქვს რომ Dana იძახდა რომ Eddie Hearns-ი pussy-აო და მე ჩხუბზე უთხეს და ვეჩხუბებოდიო და ეხლა იძახის რომ ჩვენო ბებრები ვართო და რა გვეჩხუბებაო და რაღაცაო და ამ ყველაფერზე საკმაოდ სამართლიან შეუბრუნდა ეს Eddie Hearns-ი რომ მე რომ მიძახი ჩმორედ რაღაცები ეხლა შენ რა გამოდიხარო. თან ესე უამბოდაც არ ჩაუვლიან მართლა რაღაც კომპანიებმა შეთავაზება გაუკეთეს Eddie-ს და Dana-ს რომ ჩხუბი მართლა მოხდარიყო. Misfits-ი თუ გაგიგიათ ამ კომპანიამ გაუკეთა 10 მილიონი შეთავაზება რომ ჩავატაორთო ეს ჩხუბიო და აშკარად წინააღმდეგი უფრო Dana არის ვიდრე Eddie.
ზოგადად დენა ვაიტს ეგო გაქცეული აქვს რაღაც ამ ბოლო პერიოდში და თავის საქმეში ეთყობა რა ეს ყველაფერი კრიტიკა რო შეხვდება ხოლმე ივენთების მიერ და ჟურნალისტები რომ უსვამენ რაღაც კითხვებს რომ ეს რატო გააკეთეთ ან ხალხი ამაზე მოთქვამს და ასე შემდეგ აი ბოლოს იყო მეც მაგრა გამიკვირდა ერთ-ერთი ივენთის დროს AI-ზე გაკეთებული კლიპი გადიოდა UFC-ს ბროდკასტში რეკლამად ერთ-ერთი ჩხუბის პრომოუშენი მიდიოდა AI კლიპით და მაგაზე ხალხი უკმაყოფილო და მსგავსი რაღაცები მსგავსი რეცეპშენი არის ხალხისგან რომ უთხეს Dana White-ის ის და who gives a fuck ანუ who gives a shit და ვის რა შეინტერესებს ჩხუბებს უყურეთო რა ანუ just watch the damn fight რაღაც ეგეთი თქვა ტიპი რომელიც თავარი კაცია ამ ხელა ორგანიზაციის და უნდა ადარდებდეს და უნდა უსმენდეს გულშემატკივარს და იმას აძლევდეს გულშემატკივარს რაც მათ უნდათ კრიტიკაზე რეაგირებს ესე რომ who gives a fuck და ანუ ვის რა შეინტერესებს ხუბებს უყურეთ და ეგეთ სიტყვებს იზახის რაც უხამსია და არასასიამოვნოა კომპანიის ჰედისგან ბოლო წლებია იწევს მოკლედ კრიტიკა Dana White-ის წინააღმდეგ და აქედან უნდა ვთქვა რომ დიდი ნაწილი სამართლიანია ჩვევია ზოგადად Dana White რაღაცის აი მომენტში რო თავგაი გამოჩნდეს და მაგარი ტიპი რაღაცების მოსროლა და მე თურმე ან იტყუებოდა სიტუაციას სხვა იყო ან რაღაცა შეპირებას აკეთებს და ვერ ასრულებს ან ამბავს ცვლის და ასე შემდეგ და იმ მომენტში რო რაღაცა ეფექტი ქონდეს ან უბრალოდ ეხოშება ეგეთ ხასიათზეა ეგრე ამბობს რაც ხანდახან რეალობას არ შეესაბამება ან მისი საქციელია შეესაბამება მის ნათქვამს და ასე შემდეგ როგორც ეხლა ამ სიტუაციაში editions ვეჭხუბები კი რა მაგას არ ანუ ეგეთ რაღაცა თქვა და ეხლა როგორც გითხარით დედიხმა უპასუხა რომ მე ძახდები ბიჭო ფუსისო და შენი კვერცხები საწავიდაო მაშინო ესეთი იყო მაგდე სიტუაცია ეს ვიდეო ცოტა სწრაფი გამოვიდა და ცოტა უფრო აი შინაურული თქვენას ვიკავთ ამ სიტუაციაზე თუ ფლობდით ამ ყველაფერს ინფორმაციას თუ და გაინტერესებთ საერთოდ და რაღაც რამე დააკომენტარეთ სულ ეს იყო დღეისათვის სააბა კარგად